მოცემების შესწავლა მიმდინარეობს. ვის უჭირს, ვის აქვს პრობლემები კანონთან, რომელ ოჯახში ყავთ პატიმარი, აღწერის შემდეგ კი უკვე კარგად ნაცადი მეთოდი ამუშავდება, დაშინება და მოსყიდვა. ოცნება ჩვეულ სტილში აგრძელებს მუშაობას, მისი სტილი არის, რომ მიცოდეს თითეული ადამიანი, სად ცხოვრობს, რას საქმიანობს, არის თუ არა დამოკიდებული საბიუჯეტო დაფინანსებაზე, როგორ შეიძლება და რა გზით შეიძლება კონკრეტული ერთი ადამიანის კონტროლი. ანა კობახიძე გვიყვება, რომ საბავშვო ბაღების და სკოლის მასწავლებლების რეკრუტირება უკვე დაიწყო. მათ სპეციალურ გადამზადებაზე ატარებენ, როგორ უნდა გადაიბირონ ამ მრჩეველი. ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში რომ მიხვიდეთ ამ მომენტში, იმ მომენტშიც კი როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ეს ეხება როგორც სააღმზრდელო დაწესებულებებს, ანუ საბავშვო ბაღებს, ისე სკოლას, აღმოაჩენთ, რომ იქ დასაქმებული ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები, დაყავთ უკვე სამეცადინოთ. ეხლა ორი ტიპის გადამზადება არის. ერთი გამოადგა თუ არა ეს ადამიანი წინა არჩევნებზე, ანუ შეასრულა ის რაც დაავალეს და მეორე უკვე რომ ასწავლონ რა მანიპულაციებია საჭირო იმისთვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული დამაჯერებელი გამარჯვება მიიღონ ხოლმე.